სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი ლოცვისათვის. დღეს თქვენ ხედავთ ტაძარში რომ მოვიძანდა წმინდა პაისი ათონელის ხატი, რომელიც ჩვენი ტაძრის ბიჭებმა მოიწადინეს რომ შექმნილიყო და ტაძრისთვის შეწირულიყო და ღმერთმა შეიწიროს მათი ეს მონდომება და შეგვეწიოს ყველას წმინდა პაისის ლოცვა. ამ ბოლო დროს თქვენ იცით რომ ფართოდ გავრცელდა მით უმეტეს საქართველოში და არა მარტო საქართველოში მისი ცხოვრების შესახებ. ხო, ფილმი არის გადაღებული, წიგნები მანამდე წლების მანძილზე უამრავია და თითქოს ცოცხლად ხედავთ ჩვენ, ესე იგი, იმ ყველაფერს, რასაც აღასრულებდა წმინდა პაისი ათონელი და ეს ძალიან დადებითად მოქმედებს ადამიანის სულზე. არა მარტო მისი ცხოვრება, არამედ მთელი მისი ოჯახის ცხოვრება, ქრისტიანული ოჯახი როგორ უნდა ცხოვრობდეს, ესე იგი. რამხელა მნიშვნელობა აქვს ურთიერთობას მოძღვართან, ესე იგი, იქ არის აღწერილი, ვისაც უფრო ახლოს და სწორი ურთიერთობა ჰქონდა მოძღვართან, მისი ცხოვრება სხვაგვარია, სხვანაირი დამოკიდებულება აქვს უფალთან. ამ ოჯახის ცხოვრებაც როგორი მოწესრიგებული აქვს, ღვთის მოშიშებით ცხოვრობენ, ღვთის იმედად ცხოვრობენ, ესე იგი, ლოცვით ცხოვრობენ, რა თქმა უნდა, განსაცდელები, პრობლემები ყველა ოჯახშია, მაგრამ ესენი ყველაფერს ღმერთის იმედად აღასრულებენ და მისის წამთ ყველაზე მეტად, ესე იგი, და არა რაღაცა ამ ქორწინებისა და რაღაც თუნდაც ან მატერიალურის, ან რაღაცა ადამიანურის. და ძალიან მნიშვნელოვანია, ესე იგი, რომ თითოეულ მორწმუნე ადამიანს სახლში ჰქონდეს მისი წიგნები და ის რჩევა დარიგება, რასაც ის მონაზვნებს აძლევს და ხშირ შემთხვევაში ეს საერო ადამიანებსაც ეხებათ. ეს საუბრები ჩაწერილია მონაზვნების მიერ. თქვენ იცით რომ მამა პაისის, ესე იგი, მონასტერი ჰქონდა დაარსებული, მისი საფლავიც იქ არის, ესე იგი, სუროტი არის ასეთი სოფელი. თესალონიკთან ახლოს და იქ იყო დედათა მონასტერი, ახლაც არის ეს დედათა მონასტერი, საფლავიც იქ არის წმინდა პაისი ათონელისა და სწორედ ამ მონაზვნებთან საუბრებია ჩაწერილი 6 ტომად არის გამოსული. ეს მე-6 ტომი ლოცვის შესახებ ამ ბოლოს გამოვიდა, ქართულ ენაზეც არის და უამრავ საკითხთან დაკავშირებით არის იქ საუბარი. არა მარტო სამონაზვნო საკითხები, არამედ ერთ-ერთი ტომი უშუალოდ ეხება ოჯახურ ცხოვრებას. მაგალითად, იწყება სულ თავიდან, როგორ უნდა დაოჯახდეს ადამიანი, როგორ უნდა მივიდეს დაოჯახებამდე ადამიანი. მერე როგორი უნდა იყოს ქრისტიანული ოჯახი, რა არის მშობლის მოვალეობები შვილის მიმართ, რა არის შვილის მოვალეობები მშობლის მიმართ. და იქ სხვადასხვა უამრავ, სხვადასხვა საკითხზე არის საუბარი. თან საუბარი არა, ესე იგი, მშრალად და ზოგადად, არამედ, ესე იგი, ძალიან საფუძვლიანად და ბევრ რამეს არის ეს საუბრები შეხებული. და ისეთ არგუმენტირებულად, მაგალითები ძალიან ადვილად გასაგებად. ერის ადამიანებისთვისაც კი, ჩვენთვის ყველასთვის ძალიან ადვილად გასაგებად. კარგი იქნება, რომ ესა თუ ის საკითხი რაღაცა რომ აწუხებს ადამიანს, გადაშალოს, ჩაიხედოს რომელიღაცა წიგნში აღმოაჩენს. ეგ დაახლოებით ისეთი რამეა, რომ სიტყვაზე ვამბობ, მოდი ყველასთვის ესეთი საჭიროებო საკითხი. დავუშვათ, პრობლემები გაქვს შვილთან ურთიერთობაში. გადაშალო და წაიკითხო, რა არის მშობლის მოვალეობა შვილის მიმართ. შემოდით როგორ შემოდით. პრობლემები გაქვს მეუღლესთან. იქ გადაშალო, რა არის ცოლ-ქმრის ურთიერთობები, მოვალეობები ერთმანეთის მიმართ. თითქოს გამოდის, რომ ცოცხალია, ცოცხალი როა ვიცით, მაგრამ თითქოს ახლოს არის და შეგიძლია რომ მიხვიდე და შეეკითხო. უბრძენეს და გამოსცილ ადამიანს შეეკითხო, მამაო, როგორ მოიქცა? და იქ მაგას ეკითხებია, როგორ მოიქცა და ისიც პასუხობს და თითქოს აღმოაჩენ, რომ ზუსტად შენ გპასუხობს. მოიფიქრებთ, რომ იქ
ვიღაცას რომ მოუყვა რაღაც ამბო, ის მარტო იმას ეხებოდა. აღმოაჩინა რომ როგორ ზუსტად მითხრა ის, მე რომ ჭირდებოდა. ხოლო შეიძლება ესე არ მიყვედა, არ წაიკითხო, მაგრამ სარჩევს მაინც გადახედეთ. სარჩევს რომ ესე იგი იცოდეთ რომ ხვალდაზეგრო ის საკითხი ამოტივტივდა ჩვენ ცხოვრებაში და დაგვჭირდა, სადღაშორს წახვიდა. ჩაიხედავ, წაიკითხავ, რაღაცა სული სასარგებლო სიპოვე, ნუ გესმიიღებ, დამშვიდდები, იმედი მოგეცემა. გახარებული დახურავ ამ წიგნს. თუ წაიკითხავ. თუ არ წაიკითხავ, მაშინ როგორი გახარებულიც გადაშლი, ისეთი დახურავ. უნდა წაიკითხო და იქიდან ბევრ სულიერ რაღაცას იპოვო. ეს ჩვენი სამაგიდო წიგნი უნდა იყოს. იმიტომ რომ აქ საერო ადამიანებისთვის დამახასიათებელი ბევრი რამეა აღნიშნული და ძალიან კარგად განხილული. მისი ცხოვრების შესახებ წიგნები იყო ხოლმე ადრე უფრო, ეხლა აღარ შემხვიდრი. სხვათა შორის პირველი წიგნი სულ ვამბობ, აი რაც სასულიერო სფეროში პირველი წავიკითხე, სწორედ მისი ცხოვრება იყო. მაშინ შეიძლება ითქვას ბევრი რამე ვერ გავიგე. მაგრამ მერე რო ვფიქრობ, აი ეხლა რო წაიკითხო, კიდე სხვაგვარად ბევრ რამეს ავიქონ, ესე იგი. მაშინ უცხოა მაინც ჩვენთვის ის დასახელებები, ის საცხოვრებელი ადგილები, იქ საცხოვრობდა, რას მოღვაწეობდა, ის ტერმინები, სამონასტრო თუ საეკლესიო სხვა. ცოტა რთული იყო ჩვენთვის, მაგრამ ეხლა კიდე უფრო ნელა ნათელი ხდება და დიდი სულიერი სარგებელია ამისგან და ეს ხატი ჩვენს ტაძარში დაბრძანდება და ყველასათვის იქნება ნუგეში, ესე იგი. ეხლა თქვენ იცით რომ 10-ში დაგეგმილია ქუთაისში მოლოცა ბაგრატის ტაძრის, გელათის, მოწამეთას და ჩვენ მამაგორის ვთხოვეთ რომ დავით აღმაშენებას უკავშირდება, რადგან მისი საიუბილეო წელია 900 წლის თავი, ხო, გარდაცვალებიდან, ამიტომაც დაიგეგმა ეს მეუფე ანდრიას ლოცვა-კურთხევით და აი ამ ღონისძიების შემადგენელი ნაწილი ისიც იყო, რომ ერთ-ერთი საღამო უნდა დათმობილიყო სწორედ დავით აღმაშენებლის მოღვაწეობაზე საუბარს და მამაგორიზე კარგად ახლა ამ შემთხვევაში ვფიქრობ, ვერავინ არ ისაუბრებს, ისტორიკოსი ადამიანია და ცოტა ხანში მოვბრძანდება, ჩვენ დავსხდებით, მოვუსმენთ, უფრო გაშინაარსებულად, გაცნობიერებულად გვექნება ის ცნობები, რომ სად მივდივართ, რას უკავშირდება და ასე შემდეგ. ღმერთი შეგვეწიოს, აბა მოვბრძანდით, ხატს ვემთხვიოთ, ზეთი ვიცხოთ და შევიდეთ საკვირაო სკოლაში.